გიორგი არველაძის საგანგებო პრესკონფერენცია პოლიტიკოში სულ რამდენიმე წუთია რაც დასრულდა, ის აცხადებს, რომ ყველა ის ბრალდება, რომელიც დღის განმავლობაში გაისმა მისი მისამართით არის სრულიად აბსურდი. შესაბამისად, არველაძე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მისი გუნდის წევრიდან ან მისი თანამშრომლებიდან, რომელიმე დაიბარეს პოლიციაში და ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა მათი დაკითხვა, არ შეესაბამება სინამდვილეს. გიორგი არველაძე ასევე აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს ყველა იმ საკითხის გამოძიება, თუ საიდან წამოვიდა საერთოდ საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა გავრცელებულ ვიდეო მასალასთან კავშირი კონდეს არველაძეს. ამ კუთხით ის კიდევ ერთხელ ახსენებს კოკა ყანდიაშვილს და აღნიშნავს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს ყანდიაშვილი მისი მისამართით. როგორც ჩანს, ხელისუფლების დიდი პრობლემა, როგორც ჩანს, ყველა კვალი ამ ვიდეოების გავრცელებისა სწორედ მათკენ ან იმ ადამიანებისკენ მიდის, რომელთა გამოაშკარავებაც ხელისუფლებას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. და ეხლა ცდილობენ, რომ თავიანთი, ასე ვთქვათ, ძალიან უკვე დიდი ხნის აპრობირებული ტაქტიკით და მინდა გითხრათ, რომ ეს ტაქტიკა არის საკმაოდ ასე ვთქვათ, შეზღუდული ფანტაზიისა და ტაქტიკა არის ასეთი, რომ მოდი ყველა ჩვენი პრობლემა დავაბრალოთ სააკაშვილს, როგორც ჩანს. ეს მათი ხელისუფლების ფანტაზია დღეს როგორც ჩანს ვერ ცდება აი ამ ტაქტიკას, რომ ყველაფერი დაბრალდეს სააკაშვილს. ამ შემთხვევაშიც დაინახეს, რომ ეს არის მათი უშუალო პრობლემა და გადაწყვიტეს, რომ რაღაცა ისრები გადაყარონ ისევ სააკაშვილის მიმართულებით. მე მოვითხოვ კონკრეტული ინფორმაციის გამოქვეყნებას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან როგორ მოხდა საერთოდ ეს ვერსია, რატომ მოხდა ეს ვერსია ხელისუფლების მთავარი საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მიერ, ასე ვთქვათ, გასარჩევად რატო იქცა, რის საფუძველზე, მას შეუძლია არანაირი გამოძიება არ განხორციელებულა. არველაძე ასევე აცხადებს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რატო ჭიანურდება გამოძიება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კუთხით გამოძიების ჩატარება შესაძლოა დასრულებული იყოს სულ რამდენიმე საათში, აქედან გამომდინარე, მისთვის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება, თუ რატომ არ ახმაურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების დეტალებს. არველაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ამ კუთხით უფრო მეტი ნათელი მოეფინება საქმეს და საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი და ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი მისამართით გაკეთებული ყველა ის ბრალდება, რომელიც დღის განმავლობაში ისმოდა აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული.